დღეებში პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება. სესია პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება. პირდაპირ ეთერში გთავაზობთ უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კირცხელიას და ვიცე-სპიკერის ნინო წილოსანის განცხადებებს. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 94-მა წევრმა, კვორუმი არის, საგაზაფხულო სესიას გახსნილად ვაცხადებ. მადლობა, გთხოვთ დავამტკიცოთ მიმდინარე კვირის დღის წესრიგი. მადლობა, სანამ გადავალთ საკითხებზე, დღეს ჩვენი კოლეგის ბატონი ირაკლი ხელაძის დაბადების დღე არის, მივულოცოთ მას. კოლეგები, რაც შეეხება ზოგად განრიგს, ჩვენ დღეს პოლიტიკური განცხადებების შემდეგ გვექნება კანონპროექტების განხილვა. არის დაჩქარებული პროექტები, შესაბამისად ხვალ 2 კენჭისყრა დაგჭირდება. დღის წესრიგიდან გამომდინარე ხუთშაბათი და პარასკევი პლენარული სხდომები არ იქნება საჭირო, ამიტომ მიმდინარე კვირას გვექნება სამშაბათი, ოთხშაბათი. დღეს 1 კენჭისყრით ვარაუდობ, რომ დაახლოებით 3 საათისთვის, 3-4 საათისთვის შეიძლება გქონდეს უკვე კენჭისყრა. ნახოთ როგორ გაგრძელდება პოლიტიკური განცხადებები და შემდეგ განხილვები. ხვალინდელ დღეს რაც შეეხება, გვექნება 2 კენჭისყრა შესვენებით, ასე რომ გთხოვთ ასე დავიგეგმოთ. რაც შეეხება უკვე ჩვენს სხდომას, ვიწყებთ პოლიტიკური განცხადებებით. 10, 12, 14, 15 წევრი არის ჩაწერილი. შესაბამისად, დაახლოებით 1 საათი პოლიტიკური განცხადებებს დაჭირდება სავარაუდოდ. ირაკლი კირცხალია, ნინო წილოსანი, შალვა კერესელიძე. მოგესალმებით. დღეს მსურს გამოვეხმაურო უცხო ქვეყნის მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მორიგ, კაფიო, მაგალითს, ეგრეთ წოდებული შეშფოთებების სერიიდან. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ შვედეთმა გამოთქვა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. და ერთ-ერთი იყო იმ 24 ქვეყნიდან, ვინც საქართველოში თითქოს და ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის შესახებ მოსკოვის რუსული მექანიზმის ამოქმედებას დაუჭირა მხარი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდს მკაფიო პოზიცია აქვს. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ დავრწმუნდით, რომ კონკრეტული ინსტიტუციები და ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად თანამშრომლობისკენ უნდა იყვნენ მიმართულნი, არასასურველი პოლიტიკური ოპონენტების დასჯის მექანიზმად გამოიყენება. მიუხედავად ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები
იმაზე უკეთაა დაცული, ვიდრე მოსკოვის რუსული მექანიზმის ამოქმედების ინიციატორი ქვეყნების დიდ ნაწილში, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი, შესაბამისად ჩამოვბრძანდნენ ეუთოს წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ. თუმცა მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების საკითხი გვერდით რომ გადავდოთ, შვედეთმა ამ მექანიზმის ინიციატორობა არ იკმარა და როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შვედეთის Moderate Youth Party-მ წლევანდელი თავისუფლების პრიზი საქართველოში მყოფ ყველა დემონსტრანტს გადასცა. გარემოება რომ პრიზი გადაეცით ყველა დემონსტრანტს, მათ შორის მოძალადე რადიკალებს. მოძალადეთა მიმართ თქვენი მიკერძოების დამადასტურებელი და რაც თავარია ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მორიგი, უხეში და არამეგობრული აქტია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო შვედურ მხარეს. რასაკვირველია ზოგადად მადლობლები ვართ, რომ საქართველოს მიმართ ყურადღებას გამოხატავთ. მაგრამ გარწმუნებთ, რომ თქვენი შეშფოთება, რომელიც არაობიექტურ ინფორმაციას ეფუძნება, აბსოლუტურად უსაგნო და არარელევანტურია. შესაბამისად, ნებისმიერი პროცესი, რაც თქვენი შეშფოთების მიზეზად შეიძლება იქცეს, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სუვერენიტეტისა და კანონის უზენაესობის გამოძახილია. მეორე მხრივ, საქართველოს, როგორც თქვენს პარტნიორ, მეგობარ სახელმწიფოს და მის მმართველ გუნდს, ნამდვილად გვაქვს შეშფოთების მიზეზი იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც თქვენს ქვეყანაში ხდება. იქნებ დაგვეხმაროთ და განგვიმარტოთ თქვენს გავსად, ჩვენ შეცდომაში ვართ შეყვანილი, თუ თქვენს ქვეყანას ნამდვილად აქვთ ის პრობლემები და გამოწვევები, რაზეც ხმამაღლა მიდის საუბარი. მაგალითად, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო პერიოდში შვედეთში უკიდურესად არის გაზრდილი დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებები. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თქვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში გაზრდილია ორგანიზებული დანაშაულის რისკის დონე და ზოგადად შვედეთში გაზრდილია კრიმინალის მაჩვენებელი. შემაშფოთებელია, რომ შვედეთში ბანდების მიერ სროლები და აფეთქებები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად გაიზარდა. ასევე გვაშფოთებს ეკონომიკური სტაგნაცია თქვენს ქვეყანაში და ფაქტი, რომ შვედეთის ეკონომიკა მაღალი ინფლაციის, სუსტი შიდა მოთხოვნის და საყოფაცხოვრებო ვალების გამო სირთულეების წინაშე დგას. ასევე შემაშფოთებელი ფაქტია, რომ სამწუხაროდ თქვენს მოქალაქეებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ მკურნალობის მისაღებად. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მიერ გამოხატული შეშფოთება დაფუძნებულია ფაქტებზე, სტატისტიკაზე და ობიექტურ მოცემულობაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გულითადად მოგიწოდებთ, დროს თუ დახარჯავთ საქართველოში არ არსებულ პრობლემებზე, შფოთვაში და ჯობს იმ მძიმე და ობიექტურად შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოთ, რის წინაშეც დღეს თქვენი სახელმწიფო დგას. დასასრულ აღნიშნავ იმასაც, რომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მონიტორინგს და მომავალშიც აუცილებლად გამოხატავთ ჩვენ მზარდ შეშფოთებას შვედეთში და არა მხოლოდ ანტიდემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. მადლობთ ნინო წილოსანი, შალვა კერესელიძე, დიმიტრი ხუნდაძე. გარედან თავისმოხვეული პოლარიზაციის და რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის დამკვიდრებისთვის ჩვენი საზოგადოების გაყოფისა და ხელოვნურად დაპირისპირების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი ჯანსაღი დებატების და დაპირისპირებულ მხარეებს შორის დისკუსიის ჩახშობა გახდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვრცელი განცხადება გააკეთა, სადაც დეტალურად განმარტა, ვინ იყო ამ ინიციატორის ავტორი, შემსრულებელი და რას ისახავდა მიზნად გეგმა, რომლის განსახორციელებლადაც უცხო ძალების მორჩილმა კონკრეტულმა სუბიექტებმა მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხეს. მედია სტანდარტად ლანძღვის, შეურაცხყოფისა და სიცრუის დამკვიდრება, განსხვავებული აზრის ჩახშობა, დისკუსიის და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მხილებისთვის სივრცის მოსპობა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა. დებატების,
მოსმენის დროს ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა ტყუილი და მართალი მარტივად გაერჩია, რაც გარე დავალებების შემსრულებელი რადიკალი ოპოზიციისთვის დამღუპველია. შესაბამისად, მათმა პატრონებმა გადაწყვიტეს საზოგადოებისთვის ჯანსაღი დებატების ფორმატში განსხვავებული პოზიციის მოსმენისა და ინფორმაციური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა წაერთმიათ. ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, რადგანაც ქართულ ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მომავალში ნებისმიერი არჩევანი განსხვავებული პოზიციების შეფასებით და ანალიზის შედეგად გააკეთოს. ამიტომაც ამ მიმართულებით არსებული არაჯანსაღი ვითარების გამოსწორებისა და პოლარიზაციის დასრულებისკენ პრემიერ-მინისტრმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. საზოგადოებრივ ცხოვრებაში საჯარო დისკუსიის დაბრუნების ინიციატივა წამოაყენა და ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს, პარალელურად კი საგნობრივი მსჯელობისთვის მზად არის ჯანსაღ დებატებში ჩართვა შესთავაზა. რა თქმა უნდა, დისკუსიაზე ეგრეთ წოდებული კოლექტიური ნაცმოძრაობაში შემავალი პარტიების დიდი ნაწილის პირდაპირი უარი არავის გაკვირვებია. პირიქით, ასაკრძალი პარტია და მათი რადიკალი წარმომადგენლები ვერაფრით გახდებოდნენ დებატების მხარე. თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც თავად გააიგივეს თავი რადიკალებთან და თითქოს თანხმობა განაცხადეს დებატებზე, თუმცა ისეთ სასაცილო და აბსურდული პირობები წამოაყენეს, რომელიც ჯანსაღი დისკუსიის ფორმატს ჩანასახშივე გამორიცხავს. იმის საილუსტრაციოდ, როგორ ეკრის მოლეკულასავით დედაპარტიას გახარიების პარტიის წარმომადგენლები, მათი ერთ-ერთი მედია საშუალების შემოთავაზებულ დებატებში მონაწილეობაზე თავდაპირველად მზაობის გამოთქმა, თუმცა მოგვიანებით საკუთარი პირობის უკან წაღება ძალიან კარგი მაგალითია. პროცესში ჩართვაზე უარი აბსურდული მიზეზით განაცხადეს. მათი დასახელებული მიზეზები, რომ თითიდან გამოწვეულია, ისიც მეტყველებს, რომ თავიდანვე კარგად იცოდნენ, როგორ ფორმატში, ვისთან ერთად უნდა გაემართა დისკუსია. ეს კი მათ ფსევდოარგუმენტებს ყველანაირ საფუძველს აცლის. ბუნებრივია, ერთადერთი ახსნა, რის გამოც ამ პოლიტიკურმა ძალამ უკან დაიხია და დებატებზე უარი განაცხადა, მათი გარე პატრონების გადაწყვეტილება შეიძლება იყოს. მათი ვისთვისაც პოლარიზაცია და საზოგადოებაში დაპირისპირება აუცილებელი პირობაა ამ ქვეყანაში არეულობის დასაორგანიზებლად. შესაძლოა გახარიას პარტიის წარმომადგენლები ვერ ხვდებიან, თუმცა მათმა პატრონებმა კარგად იციან, რომ დებატების და დისკუსიის ფორმატში სიმართლეს ვერსად გაექცეოდნენ. ამიტომაც ფსონს კვლავაც გაურკვევლობაზე, რადიკალიზმზე და ხელოვნური პოლარიზაციის გაღვივებაზე აკეთებენ. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივ აგენტურას გარე პატრონები ჯანსაღ დისკუსიასა და დებატებს უკრძალავენ. დებატებში კი არა, არჩევნებში, დემოკრატიის ამ აუცილებელ პროცესშიც კი არ აღემბინებდნენ მონაწილეობას. თუმცა მოდით გამჭვირვალობის კანონის განხილვა გავიხსენოთ. პირდაპირი დირექტივები ჟღერდებოდა, რომ შინაარსის განხილვაში შესვლა ქართული ოცნებისთვის იქნებოდა სასარგებლო. მეტიც, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში განვითარებული მოვლენების პარალელურად კარგად გვახსოვს ორი ადამიანის თანხმობა პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაზე, რომელიც დებატების გამართვას გულისხმობდა, თუმცა მათ წინააღმდეგ აგორებული ბულინგის კამპანიის და ზეწოლის ფონზე დისკუსიაზე უარი ათქმევინეს. ეს არის ფაქტები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს. ნათელია, რომ ადგილობრივმა რადიკალებმა და მათთვის დავალებების მიმცემმა უცხოელებმა ზუსტად იციან, სიმართლე სად არის. ისიც იციან, რომ არგუმენტირებულ მსჯელობაში აუცილებლად დამარცხდებიან. ხოლო ის, ვინც ამდენს ვერ ხვდება და დამოუკიდებლად პატრონებთან შეუთანხმებლად რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩემი მიერ ზემოთ ნახსენები ორი ადამიანის ან გახარიას პარტიის წარმომადგენლების ბედს გაიზიარებს. უნდა თუ არ უნდათ საკუთარ გადაწყვეტილებაზე უარს ათქმევინებენ და სიტყვას გაატეხინებენ. ასეთია იმ ხალხის ბედი, რომლებიც საკუთარი ინტერესების მსახურის ნაცვლად უცხო ძალების უპირობო მორჩილებას ირჩევენ. მადლობა.